ქუთაისის მერიაში ტრენინგ სემინარი გაიმართა თემაზე ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე მიდგომები. აღნიშნული ტრენინგი ქუთაისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის სპექტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტს, რომელსაც ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაფინანსებით ხორციელდება საქართველოს გარდა მოლდოვას, სომხეთის ქალაქებიც არიან ჩართული. შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულიას დაესწრო. მისი განცხადებით პროექტი ქუთაისში პლასტმასის ნარჩენების დახარისხებულ შეგროვებას ითვალისწინებს, ამ მიზნით ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური კონტეინერების განთავსება იგეგმება. თვითონ პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც შეეხება არჩევნების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვას ქალაქში, არის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და მოიცავს როგორც ცნობიერების ამაღლებას და ტრენინგების ჩატარებას, თუ როგორ შეიძლება ამ თანამედროვე მეთოდების დანერგვას, ასევე თვითონ მეორე კომპონენტს, სადაც ესეთი ტესტურ რეჟიმში რამოდენიმე უბანში განთავსდება სხვადასხვა ტიპის კონტეინერები, იქნება პლასტიკისთვის და სხვა ტიპის ნარჩენისთვის. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რამდენად აიღებს მოსახლეობა ამას და რამდენად მოახდენს დახარისხება. დახარისხებული, ანუ სეპარირებული შეგროვებისათვის ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ამიტომ დღევანდელი შეხვედრა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ეძღვნება თანამედროვე ასპექტების წარმოჩენას, თუ როგორ არის ევროკავშირის მოთხოვნები ასოცირების ხელშეკრულებაში ამ კუთხით, რა მომავალი ტენდენციები შეიმჩნევა ნარჩენების მართვაში და როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სისტემა ევროკავშირის სისტემასთან თანხვედრაში და დირექტივების მოთხოვნების შესრულებაში.